მეგობრებო, გუშინ, როდესაც იყო ინტრონიზაცია და უამრავი ადამიანი შეიკრიბა, მილოცვები იყო ჩვენი ახალი პატრიარქის შიო მესამის მიმართ გამოხატული უდიდესი სითბო სიყვარული უამრავი ქვეყნის წარმომადგენლის მიმართ ბევრს გამორჩა საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელის მილოცვა ბატონმა ოლისოვმა მიულოცა ჩვენს უწმინდეს პატრიარქს შიო მესამეს პატრიარქად გახდომა და იქ ის მოიხსენია როგორც ხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის ასევე სხვა ტიტულებიც დაემატა რა თქმა უნდა, მაგრამ ხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის პატრიარქად. ეს რას ნიშნავს? ეხლა ბევრი როცა უნდა ამ ფაქტორს და აი ამ ტიტულატურას აქცევს ყურადღებას, მაგრამ ეს ხომ შემთხვევით არ ხდება. იცვლება დამოკიდებულება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. თქვენ ხომ არ გონიათ, რომ ეხლა ეს პირადად ბატონი ოლისევის განცხადება იყო ჩვენი უწმინდესის მიმართ. ეს ადამიანი გამოხატავს მთლიანი რუსეთის ხელისუფლების პოზიციას ამ შემთხვევაში და როდესაც ჩვენს უწმინდეს მოიხსენიებენ როგორც პატრიარქს აფხაზეთისა, ბიჭვინთისა და აფხაზეთისა, ეს ბევრ რამეს ნიშნავს. და ამიტომაც ამ ყველაფერს დიდი ყურადღება უნდა მივაქცევთ. აი კრემლის კურანტებმაც დასტური მომცეს მე რომ ნამდვილად ეს ყველაფერი არის საკმაოდ დიდ კავშირში ჩვენ სამომავლო გეგმებთან. და როდესაც ბევრი ლაპარაკობს იმის თაობაზე, რომ აი რატომ უხარიათ რუსებს, რატომ აქვთ ესეთ დამოკიდებულება, იმიტომ უხარიათ აქაც და ჩვენშიც შიო მესამის გაპატრიარქება, იმიტომ რომ აღარ გაწყდება ის კავშირი, რომელიც იყო ილია მეორესა და რუსეთის საპატრიარქოს შორის. ეს ყველაფერი გაგრძელდება და ეს ყველაფერი მოიტანს იმ შედეგს, რომელსაც ჩვენ ვესწრაფით. ეხლა მე აქ მოსკოვში ვიმყოფები კრემლთან და როგორც აქ ერთ დროს ქართველები მართავდნენ დიდ რუსეთს, მოვა დრო ძალიან მალე, როდესაც ქართველებიც დიდ როლს შეიტანენ ყველაფერ იმაში, რასაც ქვია რუსულ-ქართული ურთიერთობები.